თავი მე-11. მოციქულებმა და ძმებმა, რომლებიც იუდეაში იყვნენ, გაიგეს, რომ წარმართებმაც მიიღეს ღვთის სიტყვა. და როცა პეტრე ავიდა იერუსალიმში, წინადაცვეთილები საყვედურობდნენ მას და ეუბნებოდნენ: წინადაუცვეთელ ხალხთან შეხვედი და მათთან ერთად ჭამეო. ხოლო პეტრემ დაუწყო მათ განმარტება თანამიმდევრულად, როგორც მოხდა და თქვა: მე ვიყავი ქალაქ იაფოში, ლოცულობდი და გარინდებაში ვიხილე ჩვენება. გარდმომავალი რაღაც ჭურჭელი დიდი ტილოს მსგავსი. 4 კიდით ეშვებოდა ზეციდან და ჩემამდე დაეშვა. შევხედე მას, დავაკვირდი და დავინახე შიგ დედამიწის 4 ფეხნი, ხეცნი, ქვეწარმავალნი და ცისფრინველნი. და მომესმა ხმა, რომელმაც მითხრა: ადექი პეტრე, დაკალი და ჭამე. მე კი ვთქვი: არა უფალო, რადგან ჩემს პირში არასოდეს არაფერი ჩასულა ბიწიერი და უწმიდური. და მეორედ მომიგო ზეციდან. რაც ღმერთმა განწმიდა, ნუ მიიჩნევ ბიწიერად. ეს მოხდა 3ჯერ და ყველაფერი ისევ ზეცად ამაღვდა. და აჰა, მაშინვე კესარიიდან ჩემთან გამოგზავნილი 3 კაცი მოადგა იმ სახლის ჭიშკარს, სადაც მე ვიყავი. მითხრა სულმა, რომ უყუყმანოდ გავყოლოდი მათ. წამომყვა ეს 6 ძმა და შევედით იმ კაცის სახლში. მან გვიანბო როგორ იხილა თავის სახლში მდგომარი ანგელოზი, რომელმაც უთხრა: გაგზავნე იაფოში და მოუხმე სიმონს პეტრეთ წოდებულს. ის გეტყვის სიტყვებს, რომლითაც გადარჩები შენ და მთელი შენი სახლი. როდესაც ლაპარაკი დავიწყეს, სულიწმიდა გადმოვიდა მათზე, ისევე როგორც ჩვენზე თავდაპირველად. მაშინ გამახსენდა უფლის სიტყვა, როგორ ამბობდა: იოანე წყლით ნათლავდა, თქვენ კი სულიწმიდით მოინათლებითო. თუ კი ღმერთმა ისეთივე ნიჭი მისცა მათ როგორც ჩვენ, რომელთაც ვირწმუნეთ უფალი იესო ქრისტე, მე ვინ ვიყავი, რომ შემძლებოდა წინ აღვდგომოდი ღმერთს? ეს რომ მოისმინეს, დადუმდნენ, ღმერთს ადიდებდნენ და ამბობდნენ: აჰა, წარმართებსაც მისცა ღმერთმა მონანიება სასიცოცხლოდო. ხოლო დაფანტულები დევნისაგან, სტეფანეს გამო რომ მოხდა, მივიდნენ ფინიკიამდე, კვიპროსამდე და ანტიოქიამდე და ებრაელების გარდა არავის ეუბნებოდნენ სიტყვას. ზოგიერთი კვიპროსელნი და კვირინელნი იყვნენ, რომლებიც ანტიოქიაში მისვლისას ელაპარაკებოდნენ ბერძნებსაც და ახარებდნენ უფალ იესოს. უფლის ხელი იყო მათთან, ძალიან ბევრმა ირწმუნა და მოიქცა უფლისაკენ. ამ ამბავმა იერუსალიმში მყოფი ეკლესიის ყურამდე მიაღწია და მიავლინეს ბარნაბა ანტიოქიაში. როდესაც მივიდა და იხილა ღვთისმადლი, გაიხარა და ყველა შეაგონებდა. წრფელი გულით დამკვიდრებულიყვნენ უფალში. ვინაიდან იგი კეთილი კაცი იყო, სულიწმიდითა და რწმენით აღსავსე და მრავალი ხალხი შეემატა უფალს. წავიდა ტარსუსში სავლეს საძებნელად, როგორც კი ნახა იგი, ანტიოქიაში მოიღვანა. ასე მთელ წელიწადს იკრიბებოდნენ ისინი ეკლესიაში, ასწავლიდნენ დიდ ძალხალს. ასე პირველად ანტიოქიაში ეწოდათ მოწაფეებს ქრისტიანები. იმ დღეებში მოვიდნენ ქადაგებელნი იერუსალიმიდან ანტიოქიაში. წამოდგა ერთი მათგანი სახელად აგაბოსი. გამოაცხადა სულით, რომ დიდი შიმშილობა ჩამოვარდებოდა მთელ ქვეყნიერებაზე, რაც ახდა კიდეც კლავდიუსის დროს. ხოლო მათ გადაწყვიტეს, რომ მოწაფეებს თითოეულს თავისი შეძლებისამებრ დახმარება გაეგზავნათ ძმებისათვის, რომლებიც იუდეაში იმყოფებოდნენ. ასეც მოიქცნენ და გაუგზავნეს უხუცესებს ბარნაბასა და სავლეს სახელით.